კიდევ ერთი ახალი რეისი ევროპის მიმართულებით 2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს იტალიის მესამე მიმართულება ვენეცია დაემატება. ავიაკომპანია ვიზიარი რეისებს ვენეცია ქუთაისი ვენეციის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ, სამშაბათს და შაბათს შეასრულებს. საქართველოს მთავრობის როგორც საავიაციო, ასევე ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს პირდაპირ დაკავშირებადობა, პირდაპირ ფრენები საქართველოსა და მსოფლიოს ქალაქებს შორის. აქ საუბარი არის როგორც უკვე არსებულ კომპანიებთან მოლაპარაკებებზე, რომ გაიზარდოს მათი ფრენის არეალი, პირდაპირ დაკავშირებადობა სხვადასხვა ქალაქებთან, სიხშირეები, ასევე ახალი კომპანიების შემოყვანაზე. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განადგმული ნაბიჯი, როგორც ტურიზმის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, კონკრეტულად იტალიასთან გაღრმავების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას. აღნიშნული მიმართულების განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული ნაკადების ზრდის მიმართულებით, ასევე ორ ქვეყანას შორის როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. იტალია ზოგადად საქართველოსთვის სამიზნე ბაზარია, შესაბამისად უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიარი ბოლო 7 თვის განმავლობაში დაახლოებით 90,000-მდე მგზავრს მოემსახურა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იტალიის მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და ვიზიარი ბოლო 7 თვის განმავლობაში მოემსახურნენ დაახლოებით 900,000-მდე მგზავრს, 4,800 რეისს, რაც წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-იანი ზრდის მაჩვენებელი.